მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ ძალიან დიდი სიბინძურე ტრიალებს ჩემს ირგვლივ დატრიალდა ეგ ყველაფერი. ეს ბოლო დღეებია განსაკუთრებით. ჩემ ოჯახსაც შეეხო რა თქმა უნდა ისე როგორ იქნება და მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო ამ სიბინძურის შემოქმედებს, მამებს, სულ ყველას და თუ ვისაც გაინტერესებთ, ახლა ვისაც შეეხება ეგ ყველაფერი ეტაპობრივად არ მინდა ემოციურად გავცემ ყველაფერს პასუხი, აღარ შემოგჭა ემოცია ამდენი მოღალატის, ამდენი ნაბიჯვარის, ამდენი გადაგვარებულის, თან ყველა რო პატრიოტობს, ყველა რო ვენებს იჭრის, ყველას რო საქართველო უყვარს თურმე და ხალხზე რო ზრუნავს, ამას რო არიან შეკედლებული. ამიტომ ემოციაც აღარ დამრჩა სიმართლე გითხრა, ამიტომ ნელ-ნელა მშვიდად წყნარად მინდა გავცე ამ ყველაფერს პასუხი. რა ძალებიც არიან, ვინც არიან ამ ყველაფერში ჩარეულები და რა სიბინძურეებსაც ავრცელებ. მოკლედ ყველაფერი მინდა დავიწყო სულ თავიდან, მინდა დავიწყო ეს ყველაფერი იმით, რომ ესე იგი გამწარებული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელსაც წერილი დაუწერია და მოუხსენიები ვარ მე, შეეშალა ეთყობა, მე არაფერს შუაში არ ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო ჩემი ძმა, რომელიც საუბრობდა მარიამ კუბლაშვილთან დაკავშირებით, რომელიც თემერლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე ადვოკატი იყო ოჯახის, ახლა ამ წუთში იმყოფება ბიბლიანების საქმესთან დაკავშირებით ეჭვიდანილების, რა ვიცი, ძალადობაში ეჭვიდანილების ადვოკატად. ყოველ შემთხვევაში, იმას ეხებოდა ჩემს ძმას აქვს დიდი გამოცდილება ამ არსება ადამიანთან, ამ აყროლებულ ადამიანთან ურთიერთობის, კარგად იცის ვინ არის, რა არის და ქონია ვრცელი პასუხი გაცემული. მე რა თქმა უნდა არ შევალ, არ მაინტერესებს ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბატონ მალხას, ეს ადამიანი არის გამწარებული ადამიანი, რომელმაც თქვა პატივისცემით მოიხსენია, არ ვიცი, როგორ მივიდა და რა მივიდა ენა იქ, მაგრამ ადამიანმა კორექტული წერილი დაწერა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ამ ადამიანის მიმართ ყოველთვის მქონდა ჩემი დამოკიდებულება, ასე მაქვს და ასე მექნება მომავალშიც. ეს არის გამწარებული მამა, რომელსაც უდანაშაულო შვილი მოუკლეს ოჯახში, დიახ, და ეს მოუკლა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, უშიშროებამ, სუსმა, უშუალოდ ახლა ციხეში რო აგდია ეგ ძალიან რო იმას რა ქვია ვენებს იჭრდნენ გოგაშვილთან მემართებაში, გოგაშვილის მიერ იყო დაწყებული და გოგაშვილი იქ უნდა პებოდეს ციხეში თემერლან მაჩალიკაშვილის ცოდვით. და მერე მთელმა აყროლებულმა, მთელმა საქოცეთმა დაიწყო ამ ოჯახის გადავლა, ამ ოჯახის შეურაცხყოფა, ნაციონალიო ისო შვილმკვდარი მამა და თანაც ისე დღეში საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში რო კაც უდანაშაულო შვილს მოუკლავ და მოკლულ შვილს მერე რო ტერორისტობას დააბრალებ და ათას სიბინძურეს დააბრალებ, იმიტომ რომ შენი ბინძური თავი გამოიყვანო აქეთ. ხო, ნაცებთან კი არა ეშმაკს რო არ შეეკრა ტყეში გაქცეულს, ხო? მე ნამდვილად მეკვირს. იმიტომ რომ ერთი არის რომ გამწარეთ ადამიანი, შვილი საკუთარ საძინებელში ჩაუკალით უდანაშაულო შვილი, მერე ამ უდანაშაულო ბიჭს დააბრალეთ, რომ თურმე იარაღები ქონდა, თურმე ლიმონკები ეწყო სახში, ასე და იყო თურმე ტერორისტი და იყო ათასი უბედურების შემოქმედი, რაც რა თქმა უნდა იყო ტყუილი, რაც იყო საკუთარი თავის სისტემის გამართლება და ამ სისტემის გამართლებაში მთელი ბინძური აყროლებული ქართული ოცნება ნინოია ჭყარგავას და მისი ბოზიშვილი სადაქალოს თამადობით ყველა იყო ჩართული და ამ კაცის მიმართ მიდიოდა შეურაცხყოფა. 1000 რამე, მათ შორის კოცია მორგოშიას ალტინფო, მაშინ როგორც მოიხსენიებდა და როგორც ექცეოდნენ ამ ადამიანს და მე მინდა უსამართლოდ გამწარებული შვილმოკლული მამის მიმართ თქვა კიდევ ერთხელ, რომ ეს ადამიანი არის მაგალითი იმ უსამართლობის, რა უსამართლობასაც ქართული ოცნება და მისი ბოზიშვილი მხარდამჭერები ტაშისკვრით ამართლებენ საერთოდ საქართველოში. აბა იქ ვინმე მოგიკლიათ, აბა ქუჩაში ხო არ კლავენ, ხა არა ქუჩაში აღარ კლავდნენ, სახლში უკლავდნენ ძინარიშვილს და იმის ადამიანობაც არ გეყოთ, ელემენტარული, რომ საკუთარი თავი დაგიდანაშაულებიათ, დავნაშავეები დაგესაჯათ
და ამით სამართალი დამდგარიყო. არა, ამის მაგივრად თქვენ არჩიეთ ის რომ ამ სასოდავი ბიჭისთვის 1000 ბინძურე დაგებრალებიათ და მისი გამწარებული მამისთვის მე კიდევ ყოველ დღეში 100 ჯერ მოგიკლათ ისი შვილი თვალწინ. ეს ახარ თქვენ კოცები. ესეთი ბოზიშვილები ხართ, ესეთი დედამოწყნულები ხართ, არაფრით უკეთესები ნაცებზე არ ხართ, თუ უარესები არ ხართ. ხო. და მე მინდა უბრალოდ ამ ადამიანს კიდევ ერთხელ გამოუცხადო შვილის სამძიმარი ღმერთმა გაგინათლოთ შვილისული იმიერში და გამძლეობა მოგცეთ ესა რა ქვია ამ დამპალწუთი სოფელში თქვენ და თქვენ ოჯახს ვინც ახართ დარჩენილები ამ ტკივილის გადასატანად. ხო არ ვიცი შემოძმაო ახლა იქ არის კოკამორგოშია, იქ არ არის, ეს მე არ ვიცი სიმართლე გითხრა და არც მაინტერესებს, ძალიან კარგად ვიცი რომ კოკამორგოშია და მისი ოჯახის წევრი ეს მარიამ კუბლაშვილი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის წევრიაო, ასე ამბობდა სხვათა შორის და იყო მათი ადვოკატი, რომელიც მე გამოაბუნძულა მამამისმა, იმიტომ რომ როგორც გახდა ცნობილი, შეკრული იყო სისტემასთან, არის სისტემის ადვოკატი, არის კოკამორგოშიას, რა ვიცი, ბრჭყალებში ოჯახის წევრი, სხვათა შორის ჩემს მასას თავს რო დაესხნენ, თავდამსხმელებზე იყო მიმაგრებული ეგ ადვოკატი, არის უშიშროების ადვოკატი, არის ბინძური, უბინძურესი ადამიანი, ხო და გამომდინარე აქედან მე მინდა ახლა გადავიდე უშუალოდ რას მოყვა ეს ყველაფერი, აი ეს აკუთებული ქალი, ეს შედით უბრალოდ და ნახეთ ეს ვიდეო. მე არც ჩემი სათქმელი ვთქვი, მე ბიბლიანის ამბავთან დაკავშირებით, მე არ მიმაჩნია რომ ჩემი სალაპარაკოა იქ რაცა გასარკვევი როგორ გაირკვევა, რანაირად გაირკვევა მას მიხედავენ, მიეხედება ამ ყველაფერს. იმიტომ მე არ მიმაჩნია იმაზე მეტი რამე ვთქვა, რაც უკვე მე მქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ამ ამბის ირგვლივ მთლიანად მთელი სვანეთი და სვანები გააყოლეს წყალს. და თქვენ მაშინ ჩემი სათქმელი და არ უბრუნდები ამას. უბრალოდ რომ იცოდეთ, აი ეს ბინძური, ეს აყროლებული ქალი, შედით უბრალოდ და ნახეთ ამის კომენტარი. მასალა შენ შემოგევლე რა, ქოცებმა მოკლეს, კი ბატონო, ქოცებმა მოკლეს და ბევრი ლანძღავდა მე ამ კაცს, მამამის ლანძღავდა და ძალიან ცუდად მოიხსენიებდა რა, ბევრი ლიდერი მაქედან და იმიტომ თქვი. და ეს კიდე მორგოშიას ადვოკატი იყო, რო იცოდეთ, ოჯახის წევრი იყო, იმათი ადვოკატი და ამაში იყო საქმე. მაგ ბევრი კაი ადამიანია და ყველას არ ვერჩი მე არაფერს, ვინც რა გააკეთა, იმაზე მაქვს საუბარი. აი ახლა ეს ბინძური არსება მიუმაგრებიათ იქ ამ საქმესთან დაკავშირებით და უბრალოდ დააკვირდით რას ლაპარაკობს. დააკვირდით რას. მე არ მინდა ამის დეტალებში შევიდე. როგორც ქალი, როგორც დედა, როგორც ადამიანი, ამ ადამიანში არაფერი წმინდა არა. მე მეზიზღება ცხოვრებაში ადამიანები, რომელი ადამიანებს არიან ერთი ეროვნების და მეორე ეროვნებად ასახებენ თავს. იმიტომ ისინი თავის ეროვნებას ღალატობენ. მე მეზიზღება ადამიანები, რომლებსაც რო კითხო რწმენა გააჩნიათ, თავის რწმენას იცვლიან და სხვა რწმენის წევრები ხდებიან და მაინც ისეთივე დედამოწყნულები არიან, როგორც მანამდე იყვნენ. არაფერი არ იცვლება მათში. ეს რწმენის გაყიდვა არის, იმისთვის რომ შენი ცხოვრო კარგად, ისე როგორც ეროვნების გამყიდველი და რწმენის გამყიდველი ტერლოევა კუბლაშვილად გადაკეთებული და მუსულმანი გაქრისტიანებული და ზნეობის ორატორად არა ზნეობის ადამიანიცაა, შეგიძლია შეხვიდეთ ამის ნადუდღუნებზე, ნაბლუკუნებზე და უბრალოდ წაიკითხოთ იქ კომენტარებში რაც წერია. აი მარტო ჩემი ხო არა, ეს ხალხი არის და ხედავს ამ ყველაფერს და ამის ბინძური აკოთებული სახე ყველგან უნდა ჩანდეს. კი, ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად დანაშაულისა შეიძლება ყავდეს ადვოკატი, უნდა ყავდეს, ეს თუ სამართლებრივი სახელმწიფოა, ეს თუ სამართლებრივი ქვეყანა არის, რაზე არის ლაპარაკი? მინიმუმ თუ გაქვს პრეტენზია უნდა იყოს ბრეივიკი, რომ ბრეივიკია, იმასაც აკავს ადვოკატი და სხვათა შორის გააკეთა იმ ადამიანმა განცხადება, თუ ეს მე ადვოკატი ვარ, მოვალეობა გამაჩნია და თუ ჩემს მომავალ კარიერაზე არ იმოქმედებს, კი ბატონო მოკიდებ ხელს, იმიტომ რომ ეს არის სამართლებრივ სახელმწიფოს სჭირდება ეს ყველაფერი. და გასაგებია, მე არ ვიცი ჯერ იქ რა არის მომხდარი და იმათ ყავთ თუ არ ყავთ, ჩადენილია ეს ქმედება თუ არაა ჩადენილი ის ქმედება, რაზეც არის საუბარი, ამას
გაირკვევა ალბათ ეგ ყველაფერი და არ მინდა წინასწარ დაუმტკიცებელ დანაშაულზე, რაც არ უნდა მძიმე ბრალდებით იყოს, მე ვისაუბრო რაღაც. მაგრამ ფაქტია იქ, რომ აქ არის უშიშროების ინტერესი. ინტერესი არის უშიშროების, აი ამ ქალის სახით მიმაგრებული ამ საქმესთან დაკავშირებით. მიმაგრებული არის, ეს არის უთავმოყვარეო, უზნეო, ამორალური დედაკაცი, რომელი ამორალური დედაკაციც ოღონ თავისი ფულის ინტერესის გამო და თავისი დავალების გამო ყველაფრის შემსრულებელია. არსებობს ამ ადამიანში არც მორალი, არსებობს ამ ადამიანში არც ზნეობა, ადამიანმა უღალატ თავის ეროვნებას, უღალატ თავის სარწმუნოებას, ადვოკატი ზოგადად ადვოკატების მიმართ მაგ ძალიან ცუდ დამოკიდებულებაა, იმიტომ რომ 99%-ში რაც მქონია ამ პროფესიის ხალხთან შეხება 99% ყველა ნაბოზარი და დედამოტყნული აღმოჩნდა. ყველა არის ადამიანის გაჭირვებაზე, ყველა იშვიათი გამონაკლისის გარდა, 1%-ის გარდა არის ადამიანის გაჭირვებაზე ხელის მომთბობი პროფესია თვითონ ასეთი, არის არ აქვს ადამიანური გრძნობები, არ გააჩნიათ მორალი, არ გააჩნიათ ზნეობა, ოღონ თავისი გაიტანონ და ესეა, მაგრამ არსებობენ განსაკუთრებულად ბინძური ადამიანები, როგორც არის ეს ადამიანი. ხო და აი ამ საკითხთან დაკავშირებით ქონია ჩემს მას საუბარი. მე არც მისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით და მოკლედ არ ვიცი მე რა შუაში ვიყავი ვერ გავიგე გასაგები ახლა მაჩალიკაშვილს შეეშალა სახელი შეიძლება შევეშალე ხო ეს ყველაფერი და უბრალოდ დაიწყო აი ამ გოშიები რომელიც ასევე არიან ფიფიას ამუკა ფიფიას გოშიები დაიწყეს 1000 სიბინძურის ატეხვა 1000 სიბინძურის ატეხვა გავრცელება გამოვრცელება აი მინდა გაჩვენოთ უბრალოდ აი ვიღაცა ეს რა ვიცი ზოგი ამბობს თვითონო ფიფიაო ზოგი ამბობს ისაო ზოგი ამბობს ესაო ეს ვიღაცა ესა ჯერ გოშიას ორ შაურიანი ისა რა ქვია გამправებელი ტრაქს რო ბანდა მორგოშიას და მე მის ზევით და ამოუჭრიათ ვიდეო სადაც მე ვლაპარაკობ იმას რასაც ვლაპარაკობ პატრიარქთან მიმართებაში დაახლოებით 3 წლის წინანდელი ვიდეო და მაქსიმალურად გააზიარეთ ხალხმა იცოდეს თუ რა დამოკიდებულება მაქვს თურმე მე რა ცუდი ადამიანი ვარ ესე შემდეგ რა მოკლედ მთელი საშინელება მიდის აქ საშინელებების კასკადი და ესენი შემდეგ გადავიდნენ ოჯახსაც შეეხი დაუწყეს იქ მე ჩემს ძმას დაუწყეს ისა რომ თურმე ჩემს ძმას და ჩემი ძმის ოჯახს თურმე ჰანძღავ და ვაგინებ თურმე და ეს თურმე თავისი ყურით აქვს თურმე გაგონილი და თავისი ყურით იციან აი დააკვირდით რადონის აყაროლებული კაცი ხარ კოცია მორგოშია და რადონის აყაროლებული ხალხი ყავს დედის რძესავით შეგერგოთ რაც დაგიწერეთ დედის რძესავით შენს იმ შენ აყაროლებულ ადვოკატს ოჯახის წევრად რომ იგაჩნია ამ შენ აყაროლებულ ტროლ იმას რა ქვია ზაუდებს სულ ყველას აი როგორი ბინძურები ხართ ბიჭო და ეს ბინძური ხალხი ამათ ეს პროფესიათ აქვს გადაქცეული იცით აი აქ კიდე არის იცით ერთი წუთი გაჩვენოთ ბებერის სირია ერთი ასეთი ქართულ იმაში რა ქვია პოლიტიკაში რომელიც ძალიან დიდ მორწმუნეობაზე დებს თავს აი ეს ბებერის სირი გურამ ფალავანდიშვილი და მისი გამოყლებული მეორე ისა რა ქვია მისი ვაშკაცი ბჭყალებში ის მამაზე მეტი გამოყლებულია და რატო აქვს თურმე ამ ხალხს ჩემს მიმართ პატივისცემა და ამაზე არის თურმე გადარეული ეს კაცი თურმე და ეს ინსულტიანი ყლე კიდე ეს რაცა ლევანი ახალაია რომელიც ლოგინზია მიჯაჭვული და სასტაქვეყანას ლანძღავს და აფურთხებს და აგინებს ესეც ქოცი ეს პირწავარდნილი ნაბოზარი აყროლებული ყველას ლანძღავს ყველას იმას ვინც ქოცი არა ამის დედა შევეცი და თქვენი ბინძური დედა მოვთხანს ყველას ჯერ ბიჭო გურამ ფალავანდიშვილო შებებეროს სირო ეს ბებერის სირი რომელ მართლმადიდებლობაზე რომელ ქრისტიანობაზე დებს შენი გამომწველავი დედა შევეცი თავს რაზე დებ თავში გამოყლებულო შენ ჯაღბაიძის ტრაკიდან გაპარულო სოროსის ვირთხა რომელიც ფულ შოულობ იმით შენი მაკალერული და სამევახშეო ბიზნესით
რომ გაქირავებული გქონდა დიდ მორწმუნე ქრისტიანს, დიდ მორწმუნე ქრისტიანს ქრისტიანობის და ღმერთის და რწმენის დაუძინებელ მტერზე სოროსზე ქონდა მიქირავებული ფართი წლების მანძილზე და ეთყობა ფურსუნი არადის და ღმერთი მაგისთვის არ გჯიდა შენ რომ საქართველოს ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტერს აქირავდი ფართში ბებეროს სირო და ეხლა გამოდიხარ და არაბიზაციის პრობლემას ვერ ხედავ რა მოხდაო ახლა იმდენი ბინებიო გაყიდულაო და ეს წარმოიდგინეთ ახლა ეს ბებერის სირი ამის პრობლემას არ ვიცი ჩემო მაგნინი ხუნდაძეს მოუთხან გამზდელი ხანვის შეუძრება ტრაქში ფულის გამო ხანვის შეუძრება ხან კონსერვატორებთან იყო ახლა ფიფიასთანაა მერევისთანაა მე რა ვიცი ძმა რომელი რა დროს რომელ მოხვეულში აძლევენ ეს ხალხი ტრაქს მე რა ვიცი მახსოვს იქიდან რომ იქ იყო და მლანძღავდა აქაა და მლანძღავს ეს ბინძური აყროლებული ხალხი ეს და საერთოდ რაშია საქმე იცით არ მიყვარს რა ესეთი რაღაცა ბინძურ რაღაცეებს შევეხო იმიტომ რომ გინდა არ გინდა მე ამათი სურნელი შენამდეც მოდის და შენს გაქოთებს ესენი არიან ისე რაც შეეხება ქოცების აყროლებულ ბუნებას ქოცების პროპაგანდონი ეს ირაკლი ჯანყარაშვილი ესეც ფიფიაზე ტრაკმიცემული არის ჩვეულებრივად და ასევე ხელისუფლების ისა ხელისუფლება და ფიფია არაფერი განსხვავება არა ერთმანეთიდან ჩვეულებრივი ქოცები არიან და ეს ჩემი თანაქალაქელი ეს ჩემი თანაქალაქელი რომელიც ასევე პირწავარდნელი ქოცი რომელიც ხარიცის ბიზნეს და ამა თემაში როგორ შეზრეს და ჩვეულებრივი გამოდიან ახლა და ლანძღავენ ამ ქალს და რას ქვია რატო ხარ დაინტერესებული ეს აყროლებული ქოცები საერთოდ რა თქვენი საქმეა რატო უძრებით ტრაქში მარიამ კუბლაშვილს რატო ლანძღავთ ამ ადამიანს ვინ გეკითხებათ პოლიტიკური განცხადება გააკეთა თქვენ დროინდელზეა ლაპარაკი არის სადღაც 90-იან წლებში მომხდარი ამბავი ვინ გეკითხებათ საერთოდ მაშინ ხო არ იყო ბიძინა ხელისუფლებაში მაშინ ხო არ იყო თქვენი პარტია რატო იტყნავთ დედას ამ ამბებთან დაკავშირებით რატო იტყნავთ დედას ხო ლოგიკაში ხო უნდა ჯდებოდეს რაღაც სამშობლო თქვენ არ გიყვართ იდეა თქვენ არ გაგაჩნიათ ერთადერთი ფულს ვინც გადაგიხდით საიდაც გადაგიხდით იქეთ იტყნავთ საკუთარ დედას და ახლა ამ გაჭირვებულ ადამიანს მისი გაჭირვება ეყოფა ცხოვრებაში ჯერ ადამიანი ამხელა ტრამვით რო ცხოვრობს და ამხელა ტრაგედიით რო ცხოვრობს მარტო ის ეყოფა იმათ რა ქვია სალაპარაკოდ მთელი ცხოვრება რომ ეს უკვე რაც მოხდა და გამოიჩინა თავი რომ ამხელა ტრაგედიები გადახდა ადამიანს თავზე რა შეჭირდება ემა თქვენი ლანძღვა და გინება არ ეყოფა იმას რომ მარიამ კუბლაშვილი რო ყავს ადვოკატი რომელიც რადონის ბოდიში და ყლექალა უნდა იყოს ადამიანი ამბობს იმას რომ ბავშვი რო გააჩინაო სრულწლოვანი იყო რო გააჩინა შეიძლება მაშინ იყო სრულწლოვანი მაგრამ ბავშვი ერთ დღეში ხო არ ჩდება 8 თვე ხო უნდა 9 თვე ხო უნდა ტვინი არ უნდა გქონდეს ქათამს უნდა გამოსაჩეკა დრო და ამით გამოდის და ამით აპელდება არა ეს ჩემი საქმე არ მაინტერესებს კიდე ერთხელ უბრალოდ მე ამ ადამიანების ამ არაადამიანების საერთოდ სახეზე მაქვს რა ლაპარაკი რა არ ვიცი ჩემო ძმაო ნინი ხუნდაძე არის თუ ისა რა ქვია ზევით რო ხუნდაძე ყავთ იგია ეს არის მაგის გვერდი და წლები არის სადაც არ უნდა გადაძვრეს იქ მორგოშიას უკანალში იქნება თუ ფიფიას უკანალში იქნება მლანძღავს და ამნაირ 1000 შეურაცხყოფას და 1000 ბინძურეებს იგონებენ ჩემი ოჯახს და ჩემი ძმის მიმართებაში და ახლა კოცია მორგოშია იმისი რა ქვია დინარაძის ნათლი მირონი და ძმა და მეგობარი და 1000 ჯერი მასკნელი და 1000 გადამხტავი და გადანახტომი ასეთი ბინძურეებში მარიამ კუბლაშვილის ძმა და მეგობარი კარგს არ იტყვის ჩემზე ხო საერთოდ არ შევხედი ვარ ამათ არც ერთს საერთოდ ხო
ჩემი ძმის ამბავი იყო და მოყვა ამას და დაიწყეს 1000 სიბინძურების აკორება და პასუხობა, ამიტომ რა 1000 ციციკორი არის, 1000 დედამოტყნული არის, 1000 ჭორიკანა არის. ზოგიერთებს ის ვერ გაუგიათ, ჩემი ძმა რო წერს ვიდეოს ან პოსტებს, რატო არ შეუვარდები მე და რატო არ უსვამ ლაიქებს, რატო არ უწერ კომენტარებს, რატო არ უძვრები ყოველ დღე ძმასთან ერთად გადაღებულ ძმისშვილთან გადაღებულ სურათებს, რატო არ ვდებ რაღაცა ცუდად ამათ ერთმანეთი ეზიზღებათ, ესენი ერთმანეთს აგინებენ, ესენი ერთმანეთს აგონი მტრები არიან, ასე არიან, ისე არიან. აბა ბიჭო, მიდი ესქენით, მიდი ისქენ. აი ესეთი ბინძური ხალხი ხართ. თქვენი ბინძური დედას შევეცი მონებად დაბადებულები, გაუნათლებლები, უციგნურები, უსინდისოები, აყროლებულები, მთელი ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანს თავისი აზროვნება ჰქონდეს, თავისი ცხოვრების გზა ჰქონდეს, ინდივიდი იყოს ადამიანი 40 წლის ასაკში, თუ უნდა მის ძმასთან იცხოვრებს, თუ უნდა დედასთან იცხოვრებს, თუ უნდა მარტო იცხოვრებს, თუ უნდა აღმაწავა, თუ უნდა ამოღმაწამოვა, თუ უნდა მამას შეეკამათება, თუ უნდა ძმას შეეკამათება. არ შეიძლება თქვენთვის აზრი არ თქვენ ხართ მონები. როგორც იტყვის თქვენი პარტიის ლიდერი, ოჯახის წევრი კი არა, ისე უნდა მიცეთ ტრაგი, შაგნალევა, შაგნაპრავა. აი ეგ ხალხი ხართ. აი ეს ბინძური ადამიანები ხართ, ბიჭო. და თქვენ გინდათ სამშობლოს გადარჩენა და შეხედეთ რაში არის საქმე. აი ეს ბინძური, აი ეს აყაროლებული, რა ვიცი. თვითონ არა, ყოველ შემთხვევაში მისი სხვა რა ვიცი, ცოცხალი ადამიანიც ყოფილა, ხო? აი ეს აყროლებული ხალხი დებს ვიდეოს, ყოველთვის ამას ვამბობდი. არქივი თურმე ამას მოუნახია. ჩემ გვერდზე არის და სრულად არის, ვისაც გაინტერესებს, შეგზანდით და ნახეთ. საპატრიარქოსთან და პატრიარქთან მე რა პრეტენზიები მქონდა. და ესენი მელაპარაკებიან სიწმინდეზე, მეტი ვერაფერი ვერ მონახეს. მონახეს ეს, რომ მე თურმე პატრიარქთან მქონდა ესეთ მქონდა და მაქვს და მექნება დამოკიდებულება. დიახ, მიმაჩნია, რომ 91-92 წლის გადატრიალებების დროს საპატრიარქომ დაიკავა არასწორი პოზიცია, ხარი დაუჭირა პუტჩისტებს, ეროვნულ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას, კანონიერ პრეზიდენტს ჩაუდგა ოპოზიციაში, ეროვნული ხელისუფლების დამხობაში საპატრიარქომ ითამაშა უდიდესი როლი და მერე რაც მოყვა იმას, მეტი უბედურება რა უნდა მომხდარიყო, შევარდნაძის წინაშე პატრიარქმა დააჩოქა ხალხი, რომ თქვენ ახართ საქართველოს მეთაურიო და ასე იყო ეს. დიახ, საპატრიარქომ დააჯილდოვა და პირდადად პატრიარქის ჯილდოები არის გაცემული ახალაიებზე, დიახ, პატრიარქის ჯილდოები არის გაცემული ჩხარტიშვილზე, დიახ, პატრიარქის ჯილდოები არის გაცემული ხაზარაძეზე, დიახ, საპატრიარქოში ავსებული არის უამრავი ყანდური, ნაძირალა, მათხოვარი, აყროლებული მხედრიონელი, კი ბატონო, ყოლელები, ყაჩაღები, ნარკომანები, LGBT-ები უამრავმა ჩაიცვა ანაფორა და ამოეფარა ეკლესიას. დიახ, ეს არის სიმართლე. ეს არის სურჯულის კანონის დარღვევა, ეს არის ბოროტება. დიახ, სავსეა საქართველოს საპატრიარქო ისრაელის აგენტურით. დიახ, არიან ისეთი LGBT მგლები, რომელსაც ჟოზეფინებს ეძახიან და აი ეს არის სიმართლე. ხო. და დიახ, ეს არის ჩემი დამოკიდებულება. იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის ქრისტიანული ნაბიჯი, მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი გადადგმული ნაბიჯი, მე არ მიმაჩნია, რომ შევარდნაძე, რომელიც არის ქართული ერის, ქართული გენეტიკის, ქართული აზროვნების ყველაფრის მტერი, მის წინაშე ხალხის დაჩოქება ჩემთვის მიუღებელი იყო, მიუღებელი არის და მიუღებელი იქნება. თქვენ კიდე იარეთ მაგ სიბრძნით, თქვენ კიდე იძახეთ ჩვენი ბრძენი პატრიარქი, თქვენ კიდე იძახეთ, რომ თაში უნდა წახვიდეთ და მეორეთ მოსვლას უნდა შეხვდეთ და 1000 ბოდოა. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. რაც შეეხება ილია მეორეს, საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველა პერსონას, რომელსაც აქვს ბევრი კარგი გაკეთებული, მაგრამ აქვს გაკეთებული ისეთი რაღაცები, რაც ჩემთვის პირადად არის მიუღებელი და ჩემთვის ეს ყველაფერი არასდროს არ იქნება მისაღები. თქვენთვის კიდე, ხო, თქვენი დედის წყნა არის მისაღები და თქვენი მამიშიმშილი არის მისაღები და მადლობას დაუხრით ყველაფერზე. და რაც შეეხება იმას, რასაც ამბობდა ილია მეორე სწორს, რასაც ამბობდა ილია მეორე მართალს, არასდროს თქვენ
იმ კაცის სიმართლეში და სწორი რას იყო იმაში არ დამდგარ ხართ. არასდროს არ დამდგარ ხართ. გაყიდული რო არის აგერ ახლა არაბებზე რო არის გაყიდული მიწა. საპატრიარქოს მიწები. პატრიარქს რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა რომ მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს. ჩვენ რატო უნდა ვეძებდეთ მიტოვებულ შენებარე ეკლესიას და იმის აღდგენისის რატო უნდა გქონდეს, როდესაც ამხელა უძლიერესისა საპატრიარქო და ის ტერიტორიები მიყიდული არაბზე. როდესაც პატრიარქს აქვს ნათქვამი, არ შეიძლება გაიყიდოსო. სად დედის ტყნაში იყავით თქვენ, რატო არ უჯერებდით ამ დროს პატრიარქს? როდესაც პატრიარქი გამოდიოდა და ამბობდა, არ მიიღოთ კანონი ისა რა ქვია, ტოლერანტობის და რა ვიცი, ანტიდისკრიმინაციული კანონი, ესა უკანონობა და არ შეიძლება საქართველოში დაკანონდეს უკანონობა. სად დედის ტყნაში იყავით თქვენ, დაწყებული აი ამ ხუნდაძეს სირით და ამათი ვითომ პატრიარქმა დიდებლებით, გაგრძელებული ქოცებით, რომლებსაც რო გეკითხა ხელში უზარმაზარი კელაპტრები ეკავათ და პატრიარქის პანაშვიდზე და გასვენებზე კისრის ტეხით დარბოდნენ. სად იყავით, რატო არ გავიგონით იმ კაცის? სად იყავით, როდესაც გამოვიდა პატრიარქი და თქვა, არ შეიძლება საქართველოში იყოს რელიგიური ისინი რა ქვია სექტები იურიდიულ პირებად დარეგისტრირებული, ეს არის სერიოზული პრობლემა. სად დედის ტყნაში იყავით თქვენ? რატო არ დაუჯერეთ პატრიარქს, რატო არ გაიგონეთ პატრიარქის და რატო არ ედექით გვერდით? აი ეს პატრიარქ მადიდებლები რო ხართ, აი ეს. ხო კი ბატონო, მე რასაც ვამბობ, ჩემო ძმაო, არაფერს არ ვიგონებ. მე ხო არ ვამბობ რაღაცას ისეთ აბსტრაქტულს, რაც არ ყოფილა. ეს არის ყველა მომხდარი ფაქტი და ყველა მომხდარ ფაქტში თავიდან ბოლომდე იყვნენ ეს ადამიანები ღიად მონაწილეობდნენ. ახლა ეს ფაქტი ვიღაცასთვის თუ არის მისაღები, ჩემთვის მისაღები არ არის. რა თქმა უნდა ფარისევლები არიან, აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში, რომ კითხო, რომ მორწმუნეა და დადის და რიტუალებს ასრულებს, აბსოლუტური უმრავლესობა არის ფარისეველი რეალურად. ამდენი ქრისტიანი რო იყოს ქვეყანაში, ამდენი უღმერთობა არ იქნებოდა. და ეს კოცია მორგოშია და მისი ისა რა ქვია შნირები და ის სირი ის რო არის ეს ქვია ფიფია. ხო? პატრიარქს რო შეხვდა თურმე და ასე რო იმაშვებოდა და ისე რო იმაშვებოდა თურმე და იმათ ჰქონდა თურმე პატრიარქთან შეხვედრის უფლება და ჩვენ, როდესაც დავით გარეჯი იკარგებოდა და პატრიარქთან გვინდოდა შეხვედრა და სხვათა შორის პატრიარქმა განაცხადა დავით გარეჯი საქართველოა. ჯაღმა იძემდა მთელმა მისმა აგენტურამ, ისო აზერბაიჯანიაო. იმაზე ლაპარაკი არ გვინდაო. ახლა მე გამოხვალთ და იტყვით, რატო გაგინებთ? თქვენი ფარისეველი დედას შევეცი. თქვენ ქრისტიანები არ იყოთ, თქვენაერი ქრისტიანების დედა მოვტყანთ უსადმეა. აი ესაა ჩემი დამოკიდებულება. თქვენ ხართ ბინძური, აყროლებული ხალხი, ერთადერთი თქვენი ღმერთი არის ფული, ვინც მოგცემს ფულს, ტრაქს მიცემთ იმას. გეტყვიან, მოიქცეთ ასე, მოიქცევით ასე, თქვენ არც ქრისტიანები ხართ, თქვენ არც მუსულმანები ხართ, თქვენ საერთოდ ღმერთთან და რწმენასთან არაფერი შეხება არ ახართ, თქვენ ხართ ბიოლოგიური ნაგავი, რომელი ბიოლოგიური ნაგავიდან მხოლოდ და მხოლოდ საპონი და ტყავი თუ გამოდგება. სამწუხაროდ ხართ ბევრი და სამწუხაროდ თქვენაერ ადამიანს და სხვანაირ ნორმალურ ადამიანსაც ყველას ქვია ადამიანი. მაგრამ არ არსებობს ესეთი ცნება, რომ ორი ადამიანი იყოს. ერთი ესეთი და მეორე ისეთი. ერთი არის ბიოლოგიური ნაგავი, მეორე კი არის ადამიანი. ადამიანი ცხოველიდან ბევრი რამით განსხვავდება. პირველ რიგში რომ ზნეობა და მორალი აქვს. და ბიოლოგიურ ნაგავს საერთოდ არ გააჩნია არანაირი მორალი. საკუთარ დედასთან დაწვება და საკუთარ შვილთან დაწვება. რასაც უამრავს ვხედავთ. მაგრამ რატომღაც სვანეთში მომხდარი ტრაგედია ახსენდება ყველას. თუ არა აგერ ახლა მოხდა კიდე უბედურებები მოხდა, რამდენი პედოფილიის შემთხვევა იყო. ამიტომ ის ადამიანი ჩემ თვალში არ არის. აქვს იმას შანსი გამოსწორდეს, მაგრამ გამოსწორება არ ხდება ისე, რომ მივა ჯაღმაიძესთან და მოუყვება აღსარებას ჩააბარებს და მიტევებული გაგო შენო ეს ყველაფერიო და წადიო. და მოხსნილი აქვს რა, ეს ცოდოები და არაფერი არა დამნაშავე. არ არის ეგრე. ონანიება არის სულ სხვა რაღაცა. იმან მოინანია, ამან მოინანია
რასეუბნება ქრისტე მონანიებაზე? გაყიდე ყველაფერი და გამომყევიო. გავყიდონ ერთი ყველაფერი და წავიდეთ მონასტერში. და ილოცო. და გავიჯერებ, წლები იყვნენ იქ. დაურიგონ ღარიბ ღატაკს და გავიგებ. დავიჯერებ. ვინ უნდა მოინანიოს? ვინ უნდა მოინანიოს? ბიზნესმენი დაყიდის მის ქონებას და ხალხს დაურიგებს და თვითონ მონასტერში წავა? ჩხარტიშვილი? ჩხარტიშვილმა მოინანია? ჩვენი ბებიების, ბაბუების, დედების ნაცვალები რაც იყო, რომ შეჭამა ჩაიდო ჯიბეში, მაგრამ დააჯილდოა პატრიარქმა ისეთი უსინდისო ადამიანი, იმხელა იმითი ორდენით. ვინ? ხაზარაძე? ხაზარაძე მოინანია? ამდენი რუსებს არ გამოუყრია 2008 წელს იმდენი ადამიანი გარეთ ამათო რო გამოყარის. მე ერთი რაღაცა მაინტერესებს, ღვთაებრივი კომედია რო არის. ვისაც აქვს წაკითხული, ჯოჯოხეთს რო აქვს, ესა რა ქვია, ძაბრის ფორმა და 7 წრე რო აქვს გასავლელი. და რო იწყება შედარებით რბილი და ესა რა ქვია, თანდათან მძიმდება. თქვენ რომელ წრეზე ხართ, თქვენ დედამოტყნულებო, ამნაირი ბიოლოგიური ნაგავი. Facebook-ზე რო ხართ, ქუჩაში რო ხართ, ანაფორაში რო ხართ, ანაფორის გარეთ რო ხართ. თქვენ რომელ წრეზე ხართ? რომელზე ხართ? ადრე თუ გვიან ყველა მომაკვდავია და მოგეთყნებათ, გამზდელი, ჩაძაღდებით და მოგეთხოვებათ პასუხი. შეიძლება ამ ქვეყნიერში არაფერში არ მოგეთხოვოთ პასუხი, შერჩენია ზოგზოგიერს, მაგრამ შვილს და შვილზე გადადის. მე იცოდვები, მაგის ტვინი თქვენ არ აგაქვთ, რომ ადამიანმა ცუდი და ასეთი ბოროტება არ უნდა იკადრო, იმიტომ რომ შენ თუ არა შენი შვილი და შენი ძირი აგებს პასუხს. ეგ არის. ჯაღმაიძის აღსარებას ჩემო ძმაო, ალბათ უფალი თუ გაუძლებს თუ არა, ადამიანმა რას უნდა გაუძლოს? რას უნდა გაუძლოს? ჯაღმაიძის აღსარებას? ამ კაცის მკვლელის ამის. არა ხდება, შეიძლება ცხოვრებაში კაცი შემოგაკვდეს. ასეთი ბიოლოგიური ნაგავი რო შემოგაკვდეს, ამის გულისთვის უბრალოდ ციხეში წასვლა არ ყირს და ცოდვის დადება. შეიძლება მოხდეს ჭკვიდან გადაგიყვანოს. ესა განკაცებული სატანა. რომელსაც ღმერთი და ეკლესია და სარწმუნოება და პატიოსება სადმე კი არა, საერთოდ არ უნდა დაანახო ჯვარი და ხატი. და შორენა. და კიდე სხვა. არაფერი არ ხდება, რა უნდა ხდებოდეს. ბინძური ხალხია და სემ პასუხს კი ბატონო, თებზის ესა მახსოვრობას იჩენენ. რატო იჩენენ? იცი გან არ ახსოვს რა. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ყველას ყველაფერი კარგად ახსოვს. ჩემი დამოკიდებულება, რომ ესეთი რაღაცა გამოვხატე ამათი კერპის მიმართ, კერპათ რო ყავდათ პატრიარქი გამხდარი. დღემდე ახსოვთ. და ყოველ წამწუთში ახსენებენ, იმიტომ რომ ძალიან წარეთ მოხდათ გულზე. შენ გონია ამგენს არ ახსოვთ? ყველაფერი ახსოვთ. ყველაფერი ახსოვთ. მე მეტყვიან რომ ისო რა ქვია, ღმერთსო, ისო მიამდეო და ხო მიმინდვია უფალზე. ერთი მე რატო არავინ არ მიმანდო არასდროს ღმერთს, მით უმეტეს არაფერი დამიშავებია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის. მე რატო არავინ არ მიმანდეთ ღმერთს 1000 სიბინძურეს რო იგონებ. 1000 უსინდისობას რო იგონებ. მასია ძმაო, კი ბატონო, მასია და დღეს ქართველი ერი ხელახლა გასანათლია და ხელახლა აზრზია მოსაყვანი თუ სიმართლე გინდათ. ხო. ეგ არის. და ამ ხალხმა ცხვირპირი უნდა დაიმტრიოს. ამ ბიოლოგიურმა მასამ ცხვირპირი უნდა წაიმტრიოს. ამ ფარისევლობამ, ამ ღალატმა ერთ წამში გაგიღალატდება ხალხი. ერთ წამში. სანამ მის ინტერესებს აწყობს, მანამდე შენ გვერდით არიან. მეორე წუთში აღარავის აღარ გაახსენდები. თავისას რო გაისწორები. ესეთი უმადურობითაა სავსე ქვეყანა. სამწუხაროდ და საუბედუროდ. ამის თქვა მინდოდა, ასე რომ ხუნდაძის თამადობით გოშიას და იმის რა ქვია ფიფიას გამправებლები ერთად შეიკრიბეთ, გამოექანით და დამახტით აგერ. ბოდიში შეიძლება პოლიტკორექტურობაში არ ჯდებოდეს ეგ ყველაფერი, მაგრამ თქვენნაირ პირუტყვებთან სხვანაირი ლაპარაკის ენა არ გამაჩნია. ზედ მოყევით კიდე ქოცები, თქვენი დედას შევეცის უყველასას რა. და რაც შეეხება მაჩალიკაშვილის საკითხს, კიდე ერთხელ ვამბობ.
კაცი მოკლეს ტყილა უბრალოდ უდანაშაულო კაცი მოუკლეს მამას სახლში და დღეს რო ყველას ენაზე აკერია გირგულიანი ყველას ენაზე რო აკერია ვაზაგაშვილი ბუტარო ბაქიძე თემირლენ მაშალიკაშვილი არ აკერიათ რატო არ აკერიათ არა ინტერესებს ის სადღაც მომხდარი და მით უმეტეს თუ ეს სადღაც სოფელში მომხდარი პანკისის ხეობაში მომხდარი ტრაგედია დედაქალაქი არ უნდა შეწუხდეს მით უმეტეს თუ ეს ყველაფერი ამათ დროსაა მომხდარი და ბოზიშვილი ესე რა ქვია გოგაშვილი და ჭარკავები და მთელი ეს საბოზეთი რო გადახედავ კოცების საბოზეს თუ ესენი არიან ისა ამაში ესაკ აი ამის თქვა მინდოდა მოკლედ დიდი სიყვარული დედის რძესავით შეგარგოთ ჩემი ლანძღვაგინება და რას გეტყვით იცით აკაცუკი და ეს კი არა დედა უნდა მოგეწყნათ ერთმანეთის ხორცი უნდა ჭამოთ ასეთმა ფარისეველმა ასეთმა თაღლითმა ასეთმა ნაძირალა პოლიტიკოსებმაც ხუდლებმაც აი ამ ტროლებმაც საკუთარ დედას რომ უტყნავთ ფული რომ მოგცენ 1000 ბინძურეს რო დააბრალებთ ადამიანს და აი ეს იქნება დამსახურებული რასაც იმსახურებთ ჯოჯოხეთი უნდა მოხდება აუცილებლად მოხდება და თქვენ ტრაკის მიმცემობით მაინც არ გამოვა იქ ყველაფერი რა გაიხარეთ ხალბატონო ნანა უღრმესი მადლობა თქვენ და ახლა ამ ანერვიულებული მასე და ამ იმაზე ნახოთ არ მინდა გადაცემაზე ვისაუბრო რომელსაც მამა ჩემის ხსოვნას ეძღვნებოდა და ბატონო ჟეუთარაშვილს ყავდა დედა ჩემი სტუმრად და მე ასეთი დედის გაზრდილი ვარ და ესეთი მამის გაზრდილი ვარ და ესეთი გენისა ვარ და ესეთ ოჯახში გავიზარდე სადაც მე მამა ჩემის გინება ჩვენს მიმართ კი არა დედა ჩემის მიმართ და ზოგადად შეგინებული არ მახსოვს მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ადამიანები როგორი ადამიანებიც ჩემი მშობლები იყვნენ მისი მეგობრები იყვნენ წესიერობა ის სინდისი ის პატიოსნება და ის ღირსება რაც იყო საქართველოში დღეს იმიდან აღარაფერი აღარ დარჩა ტოტალურად მასაში არის 1% 2% საპატივცემულო ადამიანები და მხოლოდ მათ მიმართ თუ მაქვს დამოკიდებულება დანარჩენი მასა იმსახურებს მათრახს და ღებულობს კიდეც ერთად უნდა დაწვა ძმაო ორივე ერთად უნდა დაწვა და მათი მაკურთხებელი ზეთ უნდა მიაყოლო კიდე აი ესაა ჩემი დამოკიდებულება აი გულის ამრევია ეგ ყველაფერი რა აი გულის ამრევია ეგ ყველაფერი ასკვია ბიჭო შენ ეკლესიაზე შენ საპატრიარქოზე როგორ თქვი რა შენი დედას შევეცი მე საპატრიარქოს გაყიდული არის ის მიწები და საპატრიარქომ მიცა ის მიწები მა სახელმწიფოს და მე არაბებს და ის ეკლესიაც იქ მიაგდეს და მიატოვეს და ყველაფერი იმისთვის რომ ფული ეშოვა და ჯიბეში ჩაედოთ. ყველაფერი უბედურება საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით ხდება საქართველოში. ასეა. საპატრიარქოსი რო არ გამოსულიყო და ჯაღმაიძე რო არ გამოთხრეულიყო და რო არ მოეწოდებია იმაზე რა ქვია ეს ჩვენი არა იმათი ამან დავით გარეჯის თემა არ გაჩერდებოდა საქართველოში. არ გაჩერდებოდა, მაგრამ გაჩერდა. იმიტომ რომ ჯაღმაიძე საპატრიარქო გაჩუმდა. ასია დუმს რა მოხდა საპატრიარქო რა შუაშია საპატრიარქო საკმე არის მარტო ფული ითვალოს მეტი არაფერი დაფინანსებები გქონდეთ გაზრდილი და მოისო ოჯახის სიწმინდის დღე მოვა და ეს გამეიყვანა მაგარი წმინდა ოჯახები ძალიან დიდი წმინდა ოჯახები განსაკუთრებით ამ სიბინძურეების დამწერები აი ამ სიბინძურეების ამე ბინძურ ოჯახში გაზრდილები ხარ და ამერი ბინძურები იმიტომ ახარ თქვენი დედას შევეცი ქალიკალს არ გავხართ და კაცი კაცს არ გავხართ მე კი არა ფული რო გადაგიხადონ საკუთარ დედასთან დაწვევით მინი აი ეს ხალხი ხართ არ გაბრძანდებოდეთ მადლობა ყველას ყურადღებისთვის